გვაქვს შემდეგი ამოცანა. ავტომობილი მოძრაობს 15 მეტრზე ამ სიჩქარით, რამდენ ხანში გაივლის ის 90 კილომეტრს. ჩვენ უკვე ვისწავლეთ, რომ 18 კილომეტრი/საათი არის 5 მეტრი წამის ექვივალენტური. ამიტომ 3-ჯერ მეტია 15 5-ზე, 18-იც უნდა გავუბრალოთ 3-ზე და ჩვენი სიჩქარე გამოვა 54 კილომეტრი/საათში. ეს პირველი. მეორე. უნდა გავიხსენოთ ფორმულა S უდრის VT-ს, მანძილი უდრის სიჩქარე გამრავლებული დროზე. ჩვენი მანძილი ამ შემთხვევაში არის 90, სიჩქარე 54 და გვაინტერესებს სწორედ T დრო, ხო, რომელიც გამოვა 90 მანძილი შეფარდებული 54-თან, სიჩქარე S-თან. შევკვეცოთ ახლა 54 და 90 9-ზე, გვექნება რიცხველში 10, ხოლო მნიშვნელში 6 კიდევ შეიკვეცება 2-ზე და გამოვა 5/3. ესე იგი ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში 5/3 საათი. ხო, 5/3 საათი რამდენი საათი და წუთია? ამის გასარკვევად უნდა მოცემული წილადი გავამრავლოთ 60-ზე. იმიტომ რომ ვიცით საათში 60 წუთია და გამოვა 100 წუთი. 100 წუთი არის 1 საათი, 60 წუთი და 40 წუთი კიდევ. ანუ საათი და 40 წუთი გამოვა ჩვენი პასუხი. ასევე შეიძლება 5/3 გადავაქციოთ მთლიან წილადად, ანუ 1/2. ვიცით რომ ეს არაწესიერი წილადია და 1/2-დან მხოლოდ 2/3 გავამრავლოთ 60-ზე და მივიღებთ 1 საათი და 40 წუთს ამ გზითაც.